ცხოვრების პირველი ნახევარი ხშირად იდენტობის აშენებას ეთმობა. ვქმნით მეს, რომელიც გგონია, რომ ვართ როლებით, მიღწევებით, სტატუსით. ცხოვრების მეორე ნახევარში კი ნელ-ნელა ვიწყებთ დანახვას. ის მეობა არასდროს ყოფილა ჩვენი ნამდვილი არსი, წლებს ვხარჯავთ იმაზე, რაც გგონია, რომ შეგვავსებს, აღიარება, გონება, წარმატება, შთაბეჭდილების მოხდენა. გარედან ეს ყველაფერი შთამბეჭდავად ჩანს, მაგრამ შიგნით ხშირად მაინც სიცარიელე რჩება. რატომ? იმიტომ, რომ ის, ვინც აგროვებს, არის ეგო, ხოლო სული არ აგროვებს, ის თავისუფლდება. ერთ მომენტში აცნობიერებ, რომ გარედან ვერაფერი შეცვლეს იმას, რაც შიგნით გაკლია. აღარ ცდილობ გახდე რაღაც მეტი, რადგან ხვდები, უკვე ხარ. უკვე მთლიანობა ხარ, უკვე ცოცხალი ხარ, უკვე დაკავშირებული ხარ ყველაფერთან, ცხოვრება პასუხობს გახსნილობას და გულწრფელობას. როცა შენი განზრახვა ნათელია და უშვებ კონტროლს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ყველაფერი, ჩნდება გზები და კარები, რომელსაც ვერასდროს დაგეგმავდი. სინქრონულობები ხდება, გზები ერთდება, არა იმიტომ, რომ ძალით ქმნი რეალობას, არამედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობას წყვეთ. შენი საქმე არ არის თითოეული დეტალის გამოთვლა, შენი საქმეა დაიჭირო ხედვა მსუბუქად. გაიარო ის კარები, რომლებიც იღება და ენდო, რომ გამოწვევებიც შენი ზრდისთვის მოდის, თუ ასე გადაწყვეტ, რომ დაინახო ისინი და ბოლოს ყოველთვის რჩება ორი არჩევანი, შიში ან სიყვარული. აირჩიე სიყვარული და ნუ მისცემ შიშს უფლებას მოგწყვიტოს იმ შენ მხარეს, რომელიც უსაზღვროა და თავისუფალი, იმ მხარეს, რომელიც რეალურად ხარ.